ჩვენ ადამიანები სანამ დავიბადებით, მოდი ვთქვათ ასე, სათასასუფეველში, ჩვენი წინაპრები და ჩვენი სული, ჯერ არ ჩამოსული დედამიწაზე, დებენ კონტრაქტს, რომ მე ჩამოვალ, დავიბადები და რაღაცა მისიების ავიღებ, რომელთაც დაგეხმარებით თქვენ, ჩემო წინაპრებო, ჩვენი წინაპრები ასევე გვაძლევენ რაღაცა რესურს, ნიჭს, უნარს, საჩუქრად, როცა ვიბადებით და ეს ყველაფერი არის მოცემული ბედის მატრიცაში. ჩვენ საგვარეულო ეგრეგორიდან მოყვება ურთიერთობების ქცევის მოდელი, როგორ ვიქცევით, როგორი არის ჩვენი ქცევა საზოგადოებასთან, პარტნიორთან, ფულის გამომუშავების მოდელი, როგორ გამოვიმუშავებთ თანხებს, ფულს, გენეტიკური დაავადებები მოყვება საგვარეულოდან, ასევე მორალი, როგორი არის ჩვენი, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ანუ ნახეთ, როგორ ვასხოვებთ კარგს, ცუდს, ხო? აი სინთის რო ვეძახით, ეს ყველაფერი საგვარეულოდან მოდის და ასევე როგორ შეგვიძლია და როგორი მიმღებლობა გვაქვს საჩუქრების, თუნდაც ადამიანებისგან, თუნდაც სამყაროსგან, როგორ ვიღებთ ამას, როგორ გვაქვს ეს მიმღებლობა. ეგრეგორები, საგვარეულო ეგრეგორები მუშავდება სხვადასხვანაირად, ძალიან საინტერესოა და სანამ ერთ-ერთ ვარიანტს ძალიან კარგ სასიამოვნო თან ერთგვარ თერაპიულ სამუშაოს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, ვიწყებ ბედის მატრიცის კურსის შესწავლა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მსურველები და ახლა მე მინდა განახოთ ძალიან კარგი რაღაცა. აი ეს არის მუშამდის სტილის ხე და რატო ხე? ეს არის საგვარეულო ხე. აი ესე. ხე საერთოდ არის ძალიან ეზოთერული რამ, ალბათ პირველად რაც გვახსენდება, ეს არის სამოთხე, ვახსენე საგვარეულო ხე, გვაქვს ხელები, ფეხები და ჩვენც ვგევართ ხეებს, იმიტომ რომ გვაქვს ფესვები და მე უნდა გავმრავლდეთ, ხო? ანუ წინაპრები ფესვები და ზევით რო იტოტოება, უნდა გავმრავლდეთ. ეხლა მე არ მინდა ხეზე შეიძლება მთელი 1 საათიანი ამბები მოგიყვეთ, რამდენად ეზოთერული არის ხე, მაგრამ ეხლა მინდა შემოგთავაზოთ აი ესეთი საგვარეულო ხე, რომ გააკეთოთ. მოკლედ, აი აქ ყველაზე დიდი წინაპარი ვინც ყავდათ და სასურველია იცოდეთ 7, იმიტომ რომ 7 წინაპრის ენერგია მუშაობს ჩვენზე და ნახეთ, აი ესე მათი შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები აი აქ ჩაწერთ და ესე გაიტოტებიან მე მათი მეუღლეები და აი ესე ძალიან ლამაზად ააწყობთ. რა ხდება ამ დროს, აი როდესაც ესეთ რაღაცას აკეთებ, როდესაც ცნობ შენ წინაპარს, ხო? თუნდაც აი ამ პრაქტიკით გაქვს კავშირი მასთან და როდესაც კავშირი გვაქვს ჩვენს წინაპრებთან, ჩვენ გრძნობთ მის ძალას. სხვადასხვა ბედის მატრიცაში ჩვენ გვაქვს და განვიხილავთ საერთოდ საგვარეულო ეგრეგორის ძალას. რა არის ჩვენი წინაპრებიდან წამოსული ძალა ჩვენში? ძალიან საინტერესოა ეს წარმოიდგინეთ მთელი 7 თაობის ენერგია თავბუყრილი შენში როგორ ისახება და როგორი არის შენში ეს განცდა, როგორ მოქმედებს შენზე ეს ენერგია და როგორ შეგიძლია გამოიყენო ცხადია პოზიტიურად. ამიტომ ძალიან კარგია ესეთი რაღაცა. ნახეთ, არის ძალიან დიდი, ანუ აი ნახეთ, დაიწყო დიდი ბებია და ბაბუიდა და ესე შეგიძლიათ გატოტოთ, გააშალოთ, ხო? მეუღლეები, და-ძმები, აი მე მათი შვილები და ესეთ ლამაზი შეგიძლიათ ესე დაახვიოთ, შეინახოთ, მე თქვენმა შვილებმა გააგრძელონ ამახის, ასე ვთქვათ, შედგენა და სრულყოფა, შეგიძლიათ ჩარჩოში ჩასვათ და კედელზე გააკრეთ, არის საკმაოდ გამძლე, აი ნახეთ, მუშამბასავით არის. თუ მუშამბა ქვია ამას, ანუ არ არის ქაღალდი რო დაიხეს, შეგიძლიათ აი როგორც გრაგნილი ისე შეინახოთ. ეს მოგცემთ ძალას, აი ოჯახში. წარმოიდგინეთ, აი აქ
ვისაც შეავსებთ, გააკეთებთ, ხო თქვენ მასთან კონტაქტი გქონდათ, თქვენ მასთან შეხება გქონდათ და უკვე აღიარეთ, რასაც აღიარებთ, ის უკვე მუშაობს თქვენზე და თქვენთან იქნება თქვენს ოჯახში თქვენი საგვარეულოს ეგრეგორი და ძალა და ენერგია. თუ გსურთ აი ასეთი საგვარეულო ხეები რო გქონდეთ ოჯახში დამიკავშირდით, ძალიან კარგი საჩუქარია ნათესავებისთვის, მინდა გითხრათ, მე პირადად აი ვინც მიყვარს ძალიან, ვისთან ახლოსაც ვარ ძალიან იმ ნათესავებისთვის აუცილებლად მიმაქვს ეს ასაჩუქროთ, იმიტომ რომ რაც უფრო გაძლიერდება ეს ანათესაო ენერგია, ხო, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ერთმანეთს. ეს მინდოდა მეთქვა, ცხადია ძალიან სასიამოვნო არის ამუშაო, იმიტომ რომ თქვენ აი უბრალოდ სახელი და გვარის ჩაწერის დროს იგრძნობთ მათ ენერგიებს. თუ ვინმე არ იცით, გაიკითხავთ, ხო, კითხავთ თქვენს დეიდას, მამიდას, ბებიას, ბაბუას და აღდგება, აი რაც უფრო ღრმად წახვალთ ამ ფესვებში, თქვენთვის უფრო კარგი, თქვენთვის უკეთესი. გამოიწერეთ არხით, მოგეწონათ არსებული ვიდეო და ლაიქეთ, ვისაც სურს სწავლა ბედის მატრიცის შეუძლია მომწეროს და მიკავშირდეს 591335007. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ძლიერ საგვარეულო ძალებს თქვენში და ენერგიების აღმოჩენას, თორე ეს ძალა და ენერგია ყველას აგვაქვს, ჩემო ძვირფასებო, მთავარია აღმოვაჩინოთ და დავინახოთ. დროებით მომავალ ვიდეომდე.